წერეთ, რომ სამწუხაროდ სასამართლოში რაც ხდება, ამას არ აქვს რეალურად რაიმე შემხებლობა მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებასთან და ის გამომართლებელი განაჩენი, რომელიც გამოვიდა, რა თქმა უნდა, გიორგი ახობაძესთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და გიორგის თავისუფლება ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ სასამართლო სისტემაში არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ასეთი ტიპის საქმეებზე, უბრალოდ მოსამართლეების რეალური განწყობებითა თუ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არამედ ეს ყველაფერი ერთი სისტემის ნაწილი არის და გადაწყვეტილებებიც ამ სისტემის კარნახით მიიღება. სამწუხაროდ, ასე მოხდა მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც, როდესაც თითქოს ნაკლებად მკაცრი სანქციის მქონე მუხლზე გადაკვალიფიცირებით შეეცადნენ, რომ მზია ამაღლობელის საქმეში უკვე დაშვებული არაერთი უსამართლობა, თითქოს აი ამით გარკვეულწილად გაემართლებინათ საკუთარი პოზიცია თუ რა გადაწყვეტილება ეს ცოტა აუხსნელია, იმიტომ რომ სინამდვილეში მზია ამაღლობელს არც ერთი დღე, რა თქმა უნდა, არ უნდა გაეტარებინა საპყრობილეში, ციხეში და ის კიდევ რომ ისევ თავისუფლება აღკვეთილია, ეს რეალურად აჩვენებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ აღსრულდება და ეს ამას არსებულ სასამართლო სისტემას არაფერი აქვს საერთო სამართალთან, სამწუხაროდ ეს მუხლების დასახელება თუ რაღაცა ნორმებზე მითითება, რასაც მოსამართლეები აკეთებენ საქმის განხილვის დროს, გუშინაც ნინო დათაშვილის საქმის განხილვისას მოსამართლემ ძალიან დეტალურად ხსნიდა სხვადასხვა ნორმას, სხვადასხვა მუხლს, უთითებდა პრაქტიკას, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილება მიიღო ისევ შაბლონურად აბსტრაქტული დასაბუთების გამოყენებით, რომ თითქოს ნინოსთან მიმართებით არსებობდა ეს რისკები, რის გამოც ის კიდევ პატიმრობაში უნდა დაეტოვებინათ მაშინ, როდესაც ასეთი დასაბუთება ვერც პროკურატურამ წარმოადგინა და ვერც სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო ნინოს პატიმრობა ისევ მიზანშეწონილი, არც თავიდან არ იყო, რა თქმა უნდა, როდესაც შეუხარდეს, მაგრამ ახლაც მათ შორის შეცვლილი გარემოებების მიუხედავადაც ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მოსამართლემ, რაც, რა თქმა უნდა, არის უსამართლო. ნინოსთან მიმართებით თქვენ დამატებით ახსენეთ ასევე ფსიქიატრიული საკითხის შემოტანა, რაც ასევე გაუგონარი იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდა 2019 წელს გაცემულ სამედიცინო ფორმა 100, სადაც ეწერა და წერია კონკრეტული ხერხემალთან დაკავშირებული დიაგნოზი სწორად და შემდეგ ეს როგორც თანხლები რაღაცა ემოციური ფონი ასე აღნიშნული და ეს როგორც დიაგნოზი ასე არ არის მითითებული, როგორც დაავადება, ასე არ არის მითითებული და ფორმა 100-ის შევსების ინსტრუქციასთანაც წინააღმდეგობაში მოდის ასეთი ჩანაწერი, ეს თუ რეალურად დიაგნოზია, მაშინ მას უნდა ქონოდა შესაბამისი კოდი მითითებული. ამ სასამართლოსთვის ნინო დამეთანხმებით თქვენ ბევრად ღრმად ხართ ჩახედული, თუმცა ღრმად ჩახედვაც არ სჭირდება ალბათ. ყველასთვის გასაგებია, ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ დრომდე, ახლა კი გვაქვს უკვე შეზღუდული წვდომა და მედია ვერ ესწრება, მაგრამ გამოდის მაინც ამბები და დეტალურად ვიცით რა და როგორ ხდება და ეს განაჩენებიც, აი ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სამართლიანობის იმედი ამ სასამართლოში და მტკიცებულებების არ ქონა თუ დიაგნოზია თუ ის არის, რა ქვია, რაღაცა ემოცია ადამიანის, მათთვის ამას მნიშვნელობა ხომ არა აქვს. აქ მთავარი არის ჩემი შეფასებაა ეს ცხადია, ჩემი პირადი შეფასებაა. მთავარი არის ის, რომ რა დაკვეთა აქვთ და ამ დაკვეთას როგორ შეასრულებენ. მაგრამ იყო რაღაც ამოვარდნა აი ამ ყველაფრიდან და ეს იყო გიორგი ახობაძე. რატომ როგორ ფიქრობთ და ელოდებით თუ არა, იმიტომ რომ არის მსგავსი დანაშაულებებისთვის ადამიანების ხედან ციხეში სინდისის პატიმრები ყავს, აგერ ნიკა კაცია მახსენდება, ანტონ ჩეჩინი მახსენდება, რა თქმა უნდა, და კიდევ ბევრია, რამდენიმეა, როგორც ვიცი, გვარებს უბრალოდ ვერ ვიხსენებ ახლა და არ მინდა შემეშალოს. ელოდებით თუ არა, რომ აი აქაც შეიძლება რაღაც იგივე ტენდენცია გაგრძელდეს. ახლა რაიმე ესეთი ლოგიკის დაჭერა, რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ძალიან რთული არის. ნაშიც გეთანხმებით, რომ სასამართლო პროცესები ფორმალობას წარმოადგენს, იქ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მტკიცებულებები არა არგუმენტებია, ამიტომ რომ რა გადაწყვეტილების მიღებაც თავიდანვე აქვს განზრახული მოსამართლეს, იმ გადაწყვეტილებას იღებს და ანუ რეალურად სასამართლოზე არსებული
მტკიცებულებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაკლებ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, გიორგის შემთხვევაში გადაწყვიტეს, რომ ეს არ ვიცი რის გამო მიიღოთ ასეთი გადაწყვეტილება და ეს საქმეც რა თქმა უნდა იყო გიორგის მიმართებითაც პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი თავის დროზე, როდესაც ეს მოხდა და შემდეგაც უშუალოდ საქმეს მონიტორინგიც აჩვენებდა იმას, რომ მტკიცებულებები მართლაც ამ საქმეში არ იყო, ანუ საერთოდ ეს იყო საქმე, სადაც ვერ ამტკიცებდა პროკურატურა იმ ბრალს, რომელსაც ედავებოდა გიორგი ახობაძეს და შესაბამისად ალბათ, არ ვიცი, სასამართლო სისტემა გადაწყვიტა, რომ ასეთი რაცა გადაწყვეტილება გამონაკლისი დაეშვათ. შეიძლება ეს იყოს გამონაკლისი, იმედია რომ ეს გამონაკლისი სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მაინც ასევე გაგრძელდება, მაგრამ ეს აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ სხვა მოსამართლეებიც ანალოგურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც ასევე იქნება ძალიან გაუგებარი, იმიტომ რომ თუ ერთ საქმეში ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ ანალოგიური მტკიცებულებების პირობებში, როგორ შეიძლება რომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მოლოდინი ასეთი წინასწარის შექმნას მოლოდინის რომ აუცილებლად სხვა საქმეებზეც გამართლებელი განაჩენები გამოვა, ვერ გვექნება წარებული შეიძლება იყოს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი ქალბატონო ნონა თქვენი შეფასებებისთვის. ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ რეკლამა გვექნება, რეკლამის შემდეგ, ხანმოკლე რეკლამის შემდეგ